ვმუშაობ როგორც ბავშვთა, ისე მოზარდთა, ასევე მოზრდილთა, მათ შორის გერიატრიული ასაკის პაციენტებთანაც. მუშაობის მთავარი პრინციპი გახლავთ ჰიპოკრატეს მიერ გამოთქმული მთავარი პოსტულატი არ ავნო, არ დააზიანო. ასევე ფსიქიატრისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ემპათიის გრძნობის გამოხატვა. მოგეხსენებათ, ემპათია გახლავთ არა მარტო თანაგრძნობა, არამედ თანამონაწილეობაც. ანუ უნდა გაიგო, შეიცნო პაციენტის ტკივილი, მისი პრობლემა, მისი ტანჯვა, მაგრამ ასევე უნდა გულწრფელი თანამონაწილე გახდე მისი პრობლემების. რაც ძალზე რთულია, ისე უნდა გახდე თანამონაწილე და თანამოზიარე, რომ საკუთარი მე არ დააზიანო, საკუთარი მეს საზღვრებს არ გადაცდე. ამიტომ არის ფსიქიატრია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული დარგი და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, როცა საქმე ბავშვებთან და მოზარდებთან გვაქვს. გახლავართ ფსიქიატრი ნინო ნანეიშვილი. ჩემი გამოცდილება ამ სფეროში 30-ზე მეტ წელს მოითვლის. ვცდილობ ყველა პუნქტი სათანადოდ მაღალ დონეზე შევასრულო და მუდმივად პაციენტის ინტერესის სადარაჯოზე ვიყო.